1 ივლისიდან მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად კიდევ რამდენიმე მომსახურების შესრულება შეეძლებათ, მათ შორის საქმიანი ხელშეკრულების გაფორმებაც. ამის საშუალებას ახალი ელექტრონული მოწმობები იძლევა. ID ბარათებზე დატანილი იქნება ელექტრონული ხელმოწერა, პირად ინფორმაცია და ფოტოსურათი, ასევე სატრანსპორტო, საბანკო და სადაზღვევო ბარათის ფუნქციები. საქართველოს პარლამენტში ID ბარათების პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული პირადობის მოწმობის პროექტი არასამთავრობო სექტორსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააცნო. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ახალ სისტემაზე გადასვლა არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოქალაქემ სახლიდან გაუსვლელად ყველა იმ სერვისით ისარგებლოს, რისთვისაც აქამდე სხვადასხვა ოფისებში სიარული უწევდა. იგი ახდენს არა მარტო ვიზუალურ იდენტიფიკაციას, არამედ ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა დოკუმენტაციის გაფორმების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. არის აქ საფასურების დადგენა და იცით რომ 30 ლარი ეღირება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიღარიბის ზღვარს მიღმა 70,000 ქულას ქვემოთ ყოფი ადამიანები უფასოდ მიიღებენ ბარათს. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მარტივდება რეგისტრაციის პროცედურები, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხით სახელმწიფოში. მულტიფუნქციური ბარათი არა მარტო ადასტურებს პირის ვინაობას და მოქალაქეობას, არამედ ისფლობს ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტაციის გაფორმება და კონტრაქტის დადება. ეს საქმეს განსაკუთრებით ბიზნესმენებს გაუმარტივებს. ბარათს აქვს შესაძლებლობა, თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოს, სხვადასხვა ტიპის ბარათები შეითავსოს. ამის პოტენციალი აქვს. რამდენად წარმატებული იქნება, რამდენად ბევრი სერვისი იქნება, რამდენად ბევრი ბიზნესი გამოიყენებს ამას მომავალი გვიჩვენებს და ბიზნესის აქტიურობასაც არის დამოკიდებული. საინტერესო ინიციატივაა, ეს უკავშირდება აბსოლუტურად ახლებურ მიდგომას, ზოგადად იმ სფეროში, რასაც ქვია სამოქალაქო აქტების აღრიცხვა, რასაც ქვია პირადობის მოწმობის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. თქვენ ალბათ გქონდათ უკვე საშუალება რომ განახეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა. პროექტის საკომიტეტო მოსმენაზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კითხვა იმასთან დაკავშირებითაც დაუსვეს თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ინოვაცია საარჩევნო პროცედურას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ID ბარათი არ შეიცავს ინფორმაციას პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც საარჩევნო პროცედურისთვის შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს. ელექტრონულ პირადობის მოწმობაში არ იქნება დატანილი მისამართი. აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ მისამართი არც პასპორტში არ არის, ანუ საზღვარგარეთის პასპორტში არ არის დატანილი, შესაბამისად პასპორტით შესაძლებელი იყო ხმის მიცემა და სწორედ ეს იყო პასუხი, რომ პასპორტით იყო შესაძლებელი. მე მაინტერესებს საზღვრები მაინც მისამართების მიხედვით დგება, უბნის საზღვრები და ეს ძალიან მისამართი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ID ბარათის შესაძლებლობებზე საუბრისას დღეს ისიც აღინიშნა, რომ ეს ბარათი მნიშვნელოვნად გაამარტივებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან. მულტიფუნქციური ბარათები ივლისის თვიდან